მოგესალმებით მეგობრებო, მინდა კიდევ ერთხელ შევეხო ამ თემას. აი ახლა მე ქალაქ ამტვეპერში ვარ. და ეს არის უბანი არაბული, თურქული და საერთოდ მუსულმანური სამყაროს წარმომადგენლები და ნახეთ ახლა, ყველგან აქვს თავის ბიზნესები ამათ. ყველგან აქვს აბსოლუტურად. მარტო აი ნახეთ, ახლა სულ არაბული სამყაროს წარმომადგენლები არიან. და აქვე თავის ბიზნესები, აქ არის თვის შეკრეჭვა იქნება, შარვის შემოტეხვა იქნება, მაღაზიები, ბარები, კაფეები, ყველაფერი აქვს. სავაჭრო ტანსაცმელი იქნება ეს თუ რაც იქნება რა, პრინციპში ყველაფერი აქვე თავისი. და ახლა რა მინდა ამითი რო გითხრათ რა. აი ნახეთ, აგერა ლამაზი მაღაზია ესე. გადავალეთ და ვათვალიერებ. და ამით მინდა გითხრა ერთით რა. ამათ ვისაც ახლა ეს აქვს გახსნილი. ხო, ყველა მიცის აბსოლუტურად ფლამანდიური ენა, ფრანგული ენა. ახლა ინგლისურიც ალბათ. მაგრამ ის არაა სავალდებულო. და ყველა უკვე ადაპტირებულია ბელგიურ კანონებთან. და აძლევს ბელგიის სახელმწიფო მათ რომ ასე კომპაქტურად იცხოვრონ, რამე თუ ეს მათი თვისებაა და საერთოდ ყველა ქვეყანაში ასე კომპაქტურად ცხოვრობენ. ქართველებიდან განსხვავებით, ქართველი ისე სამი მეზობელი ერთად თუ იქნა, აუცილებლად იჩხუბებენ ერთმანეთში, ეს ქართული თვისებაა. რატომღაც ყოველ შემთხვევაში აქ ასე მაქვს შემჩნეული და მაგრამ და არც ერთი ბელგიელი აქ ერთ ბელგიელს ვერ ნახავ მიუხედავად იმისა რომ თქვა თვის გაკრეჭა იქნება იგი შალვის შემოტეხვა იქნება თუ ნებისმიერი მომსახურეობა რაც არის მეტი ეფია ვიდრე თქვა ბელგიურ სალონში და ახლა ქართველი მოვიდა თვის გასაკრეჭად მე ვიდრე ბელგიურ სალონში ის ახლა არ დაიწყებს კრიჟანობას რაც არ უნდა უჭირდეს და არ მოვა და ამგეთან არ გეიპარცავს თვეებს. ეს პატრიოტიზმი, ბელგიური პატრიოტიზმი და იმას 10 ლარის და 20 ევროს გულობისთვის არ იზამს მაგ საქმეს, არ შეიდეს მაგ საქმეს ნამდვილად რა. და კიდევ ერთი რამ მინდა ხაზი გაუსვა რომ არც ერთი არა ახლა რომ ენა არ იცოდეს რა. ენა რო არ იცოდეს. და ამაზე ბელგია ზრუნავ, ჯერ ერთ ბიზნესს ან დააწყებებს ან არა თუ არა აქვს ჩაბარებული და არა აქვს რაღაც დონის ცოდნა იმისი ფლამანდიურის ან ბოლო ფრანგულის შანსი არა რომ დააწყებინო ბიზნესი. და სახელმწიფო ზრუნავს მას აქვს ამდენი ეკონომიკური საშუალება რომ ასწავლოს თვითონ სახელმწიფო ასწავლის ამგეს საფრანგეთში ახლა ბელგიაში ნამდვილად არ ვიცი ჯერჯერობით მაგრამ საფრანგეთში ფულს გიხდიან რომ ისწავლო შენი ენა. და ახლა მე მინდა მიმართო საქართველოს ხელისუფლებას, მინდა მოსახლეობას მიმართო, რომელსაც ქართული ოცნება მოყავს და ერთი რამეს მინდა ხაზი გაუსვა. ესენი ბელგიელებს ვერ ართმევენ სამუშაო ადგილებს. ძიმე სამუშაო ადგილი თუ არის, რა თქმა უნდა, იქ შეიძლება წაართვან, აი მშენებლობაზე, ტვირთვის გადაზიდვაზე, დალაგებებზე და ასე შემდეგ იქ კი ბატონო, მაგრამ ის რომ ბელგიელი ჩაანაცვლოს ვინმე ბელგიელმა და არაბს დააწყებიოს იაფი მუშახელიაო, ამნაირი რამე ხო არ ხდება. აი ჩვენთან რა ხდება? ჩვენთან დედააფეთქებულია ეს მილიონერები ვინც არიან და დიდი ბიზნესი ვისაც აქვს და ასე შემდეგ ცდილობენ იაფი მუშახელი აიყვანონ. ოღონდ ზედმეტი 10,000 ლარი მეიგონ და ზედმეტი 20,000 ლარი მოიგონ დედამოტყნულები რო არიან
და მოიყვანს იმას არაბს, მოიყვანს ინდუელს, მოიყვანს პაკისტანელს. აი ეს არ ხდება აქ და მათ შეუძლიათ რომ ეს გადახარშონ ეს ხალხი და მიიღონ და პრობლემა არ შეუქმნან ბელგიურ სახელმწიფოს. აი ჩვენთან არის პირიქით ერთი მანახეთ რამდენიმე წლით ჩამოსული ინდუელი, პაკისტანელი, ან ავღანელი, ან ნებისმიერი, რომელმაც ან იგი ისწავლა, ქართული ისწავლა, ან საქართველოს ისტორია ისწავლა. სხვათა შორის ისე არ მიცემენ ამ ბიზნესის გახსნის საშუალებას და არაფერს, თუ კი მათ არ იციან ბელგიის ისტორია. ბელგიელების დაწერილი და არაბების დაწერილი ბელგიის ისტორია არა. ბელგიელების დაწერილი ბელგიური ისტორია. შანსი არ არსებობს რა ამის. აი ჩვენ გვაქვს ამ საქართველოს ახლა ამ წუთას და ამის ეკონომია ამას ახერხებს და შეუძლია ეს გადახარშოს. აი ჩვენ ეკონომიკას თუ აქვს ახლა მაგის საშუალება რომ ამდენი არალეგალი, ამდენი უცხოტომელი და ამდენი ადამიანი მიიღოს, რომელიც აუცილებლად მოახერხებენ იმას, აუცილებლად ესენი ისეთები არიან, რომ ექნება თავისი ცალკე უბანი. წლების შემდეგ იქნება იგი 5 წლის მერე თუ 10 წლის მერე, აუცილებლად ექნება თავისი უბანი. როგორც აგერ აქვენ ანტვერპენში, ბელგიაში, ბრიუსელში, ბერლინში, ნიუ-იორკში თუ ნებისმიერ ქვეყანაში რა. ნებისმიერ ქვეყანაში აი ასე კომპაქტურად არიან დასახლებულები და ასე იქნებიან საქართველოშიც. კი ბატონო, თუ კი ქართულ სახელმწიფოს შეუძლია ამის გაკეთება, მივიღოთ რაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, რაღაც დონის ემიგრაცია უნდა მივიღოთ, მაგრამ ისე როგორც ახლა ხდება, ეს ნიშნავს საქართველოს გადაშენებას და დროა ამოვიღოთ ხმა და დავამხოთ ის ხელისუფლება, რომელიც ამას აკეთებს, იაფი მუშახელიზოა და აკეთებს რომ ამომრჩეველი ჩაანაცვლოს არაბული და ჩინური და ასეთი სამყაროს წარმომადგენლებიდან. აი თავის ტახტის შენარჩუნების აკეთებენ ამას ყველაფერს, რაც ზვირი დაუჯდება რამდენიმე წელიწადში საქართველოს. მადლობთ ყურადღებისათვის.